ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. რა აქვს სათქმელი ოცნების პრეზიდენტს თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ სოფლიომ სიმართლე და რეალობა გაიგოს. მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ახსენებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მისი თქმით, ქართული ოცნების მიზანი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა. მე მესმის, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი არის სტატისტიკა, ვინ სად რამდენჯერ ახსენებს რუსეთს და როგორ კონტექსტში. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ამას აბსოლუტურად არანაირი დატვირთვა ჩვენი საჯარო გამოსვლების დროს არ აქვს. ჩვენთვის ერთადერთს რამის აქვს მნიშვნელობა. ეს არის მშვიდობა. და ეს არის მათ შორის, რომ არ იყოს ახალი ომი, ასე რომ ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი და ასე რომ ფიქრობს დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია, იმიტომ მოხვდით ჩვენ ომში, იმიტომ გადახვდა ჩვენ ომები და იმიტომ ვიყავით ერთი ნაბიჯით დაშორებული ომისგან 2022 წელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება თვითონ გამოსვლას, ძირითადი გზავნილები რა თქმა უნდა იქნება არსებულ სიტუაციაზე, იმაზეც რომ საქართველოს უნდა მზად არის რომ დავიწყოთ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან. იმის შესახებ, რომ საქართველოს გაეროში არა ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე, არამედ მიხეილ ყაველაშვილი წარადგენდა 1 სექტემბერს გახდა ცნობილი. ქართული ოცნების პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ქართულად მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კიდევ ერთხელ დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება, თუ ვინ წარმოადგენს დღეს დე-ფაქტო საქართველოს და რამძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ავტორიტარიზმი და რუსული გავლენა ჭარბობს. ისინი ვარაუდობენ, რომ სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილი ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ რიტორიკას გააგრძელებს. ოპოზიციის ნაწილი ასევე ამბობს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელსაც არც განათლება აქვს, არც ლაპარაკი იცის და არც ერთი ენა არ იცის. ძალიან ბევრი საზიზღრობა უნახავს გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლეს ტრიბუნას, რომელიდანაც კადაფი გამოსულა და წარუდგენია თავისი სიტყვა. ხრუშოვს ფეხსაცმელი უკაკუნებია ამ ტრიბუნისთვის, მაგრამ ალბათ პირველი შემთხვევა იქნება, რომ ამ ტრიბუნაზე იდგება კაცი, რომელიც არც განათლება არ აქვს, არც ლაპარაკი არ იცის, არც ერთი ენა არ იცის და ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომ თავის მშობლიურ ენაზე სუფლიორიდან წაიკითხოს, იმიტომ რომ წერა-კითხვის უცოდინარია, ამიტომ ძალიან მძიმე დღე უდგას საქართველოს ნამდვილი პირუტყვი წარადგენს მას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც სუფლიორის წაკითხვის პრობლემა ექნება. არა თუ რამე ტექსტის დაზეპირების, ან ტექსტის გააზრების. ამიტომ ვაი საქართველო რა დღეში ხარ. ასე ვთქვათ, ფორუმებს, ასეთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნას ყოველთვის ივანიშვილის ბანდის წევრები იყენებდნენ ხოლმე ან იმპერიალისტური რუსული ნარატივების გასავრცელებლად და იყვნენ ხოლმე ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი კრემლის ხელში, ან ხონდა ხოლმე საქმე ძალიან შაბლონურ არაფრის მომცემ ტექსტებთან, რომლის შინაარსაც კარგად ვერ გაიგებ და სურველიც კი, ამიტომაც არ უცდ ხა ზუსტად ყაველაშვილის განცხადება რა მესიჯების შემცვლელი იქნება, ალბათ იქნება მიქსი ამ კრემლის იმპერიალისტური ნარატივების და შაბლონური არაფრის მომცემი ფრაზების, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ალბათ კობახიძეს წინა კრახის შემდგომ არ სურდა წასვლა და დაევკისრა, ამიტომაც ეს ფუნქცია ყაველაშვილს. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია ნიუ-იორკში 9 სექტემბერს გაიხსნა. მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გენერალური დებატები კი 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში, ასევე 29 სექტემბერს გაიმართება.